მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, გამოჩენილი ქართველი და დიდებული ხელოვანი, ქალბატონი თამარ გვერდწითელი. ქალბატონი თამარ. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და დიდი ხანი მინდოდა რომ მემასპინძლა თქვენთვის და აი მოახერხეთ ის რომ თქვენ მოიცალეთ და საოცრად მიხარია რომ ჩვენ შოუში ბრძანდებით სტუმრად. არაერთხელ მომეცა საშუალება და დღესაც მინდა გამორჩეულად გამოგიხადოთ ჩემი დიდი პატივისცემა და განსაკუთრებული აღფრთოვანება თქვენი შემოქმედების მიმართ. იმიტომ რომ აი მართლაც საოცრებებს აკეთებთ ხოლმე სცენაზე და მე ვფიქრობ რომ ერთ მიხარე რომ აღნიშნულ მარტო, იმიტომ რომ ამას არ ეყობა მთელი გადაცემა. რასაც თქვენ ახერხებთ რომ ერთი მხრივ როიალი გიჟღერთ, როდესაც მიუჯდებით ხოლმე და თქვენივე თავს უწევთ ხოლმე მუსიკალურ თანხლებას, აი ჟღერს როგორც ორკესტრი. და იმავდროულად აი თითქოს სხვა ადამიანი თქვენში მღერის საოცრად. აი როგორ ახერხებთ აი ყველაფერს, იმიტომ რომ მე სხვასთან ეს არც ქართულ და არც უცხოელ შემსრულებელთან აი ასეთი სტამბეშტავი, აი ეს თქვა ერთიანობა მუსიკალური თანხლებისა და შესრულების არ მინახავს. და აი ყველაფერში გამორჩეულია ქალბატონი თამარი და რა ვიცი, როგორ ახერხებთ მართლა მაინტერესებს რომ ეს ცალკე უკრავს და ეს თითქოს დამოუკიდებლად მღერის და არაფრით აფერხებს ერთმანეთს პირიქით. დიდი მადლობა ისე შემამკეთ. იცით რა, მე თვითონაც ზოგჯერ არ მესმის, თუმცა გასაგებია, უკრავს ადამიანი და მღერის და თითქოს ჩემი ხმიდან იბადება საოცრება იმ ხრივ, რომ თითქოს უნდა აკომპანიმენტი მერე ეს თანხლება მერე ახლავს ხმას. აქაც ესე იბადება და ჩემ ხმასთან არის ჰარმონიული და ისე ალბათ ძალიან რთული ამის ახსნა, მხოლოდ მუსიკალურად შეიძლება რომ ახსნა და ძალიან დიდი მადლობა ესე რო აღნიშნეთ. ნამდვილად ეს რო არ მეთქვა არ შეიძლება და ყოველთვის ხომ ამის გასაკუთრებული გასა. თქვენთან დაკავშირებით მე ვფიქრობ ყველა ქართველს აქვს ის შეგრძნება, რომელსაც როგორც წესი განსაკუთრებით ახლობელ ადამიანს, ნათესავს, ოჯახის წევრს ეუბნებიან ხოლმე, მიმართავენ ასე რომ ბავშვობიდან გიცნობთ. მაგრამ თქვენ მართლა ბავშვობიდან გიცნობთ ყველა და ეს უკავშირდება რა თქმა უნდა მზიურს და მინდა კითხოთ, აი როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს, ვინაიდან მზიური, აი დღევანდელი ენით რო ვთქვათ, ხომ? ესე იგი TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი რო შეაერთვა, ეს იყო იმდროინდელი ბავშვებისთვის ის რაც უკავშირდებოდა მზიურს და ეს როგორც აღიქმებოდა ეკრანებიდან. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს? ძალიან თბილი, შესანიშნავი, ეს კი ენით აუწერელი ბავშვობა ხვდა წილად და რასაკვირველია მზიურმა განაპირობა ეს პირველი აპლოდისმენტები, პირველი რეპეტიციები, პირველი შეხვედრა მაყურებელთან, პირველი შეფასებები და ძალიან მკაცრი დისციპლინა, იმიტომ რომ სხვანაირად გურამ ჯაიანი, რასაკვირველია და რაფაელ კაზარიანი, ვინც შექმნეს ჩვენი ანსამბლი, ვერ გავუძღვებოდნენ სხვანაირად. არ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. წარმატება აღსანიშნავი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ბავშვები შეკრიბეს და ხალხს აქამდე რო ახსოვს ეს ჩვენი ფილმი და მზიურის ასე ვთქვათ შემოქმედება ძალიან აღსანიშნავია და ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია რომ აი მზიურიდან მახსოვ ხართო და ისეთ სასწაულ ადამიანებს ვთქვიათ რომ თქვენ სიმღერებზე გავიზარდე რომ თქვენზე უბრალოდ რო არისო ერთად გავიზარდეთ მე არაერთი ცნობილი აი სახელგანთქმული მუსიკოსის შეფასება მინახავს და როგორც წესი აღმატებითი ხარისხით, მაგრამ აი ისეთი აღფრთოვანება, რომელიც მართლაც გამორჩეულ შემოქმედს და დიდ მაესტროს მიშელ ლეგრანს ჰქონდა თქვენს მიმართ და რაც მე ჩემი ყურით მომისმენია. ასეთი რამ იშვიათობაა. როგორ გაიხსენებდით მასთან თანამშრომლობას? პირველს ყოვლისა მინდა რომ თქვა რომ ეს იყო დიდი საჩუქარი ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის, ადამიანისთვის, მასთან შეხვედრა ეს არის ფანტასტიკური შემთხვევა და რასაკვირველია მილიონიდან ერთს თუ ხდება წილად ასეთ გენიოსთან შეხვედრა, შემოქმედებითი კავშირი და სცენაზე ერთად გამოსვლა, იმიტომ რომ სცენაზე მასთან ერთად გამოსვლა ეს იყო უდიდესი ზეიმი. სული, გული, ხმა, მუსიკოსობა ყველაფერი მონაწილეობდა, ყველაფერი ჩართული იყო. ესე იგი მისი მუსიკა აი ბოლო უჯრედამდე აღწევდა და ადამიანების გულებს
ისე ატყოვებდა, რომ მე რასაკვირველია ძალიან იშვიათად მინახია, რომ ხალხი ესე ხვდებოდეს მოქმედ არტისტს და კომპოზიტორს. იცით, თანამედროვეები ხოლმე ისე ვერ აფასებენ. მისი დედეს ეს არც არის ალბათ გასაკვირი, იმიტომ რომ ბევრს ხვდა ეს წილი. აპლოდისმენტებს ეს ოვაცია რო გვესმოდა, გასაგები იყო, რომ აი ნამდვილი მუსიკოსის, გენიალური მუსიკოსის წინაშე ყველა უძლურია და ყველა უკრავს სტაჟს და ყველა აღფრთოვანებულია და იმ წამებს მისტირის, რომელიც მასთან ერთად განიცადეს სცენაზე. დიდი ბედნიერება, როგორც ჩვენ შევხვდით პარიზში 1990 წელს, ერთ წელში დაიშალა საბჭოთა კავშირი და ვიფიქრე, რომ ალბათ ეს ყველაფერიც ასე ვთქვათ დაინგრევა, მაგრამ მუსიკამ სხვანაირად გადაწყვეტა და ჩვენი კავშირი გაგრძელდა მასში 91 წლის შემდეგაც და ქონდა ძალიან წარმატებული და უდიდესი კონცერტები მსოფლიოს მრავალ დარბაზში და რასაკვირველია მე მგონია რომ ეს არის საჩუქარი ჩემთვის რაც შეეხება მიშელ ლეგრანს. თალბორ თამარ, თქვენ თაყვანისმცემლები არ გაკლიათ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში და სრულიად ბუნებრივია რომ ყვავილები იქნება თუ საჩუქრები, ეს თანმდებია ამ ურთიერთობისა, მაგრამ მე როგორც მახსოვს, ერთხელ თქვენ მოგიწიათ საჩუქარზე უარის თქმა, იმდენად დიდი იყო და თან თქვენ მის მართვას ვერ მოახერხებდით და მე რა მაინტერესებს, მართლა გჩუქნინდათ ის პატიოსანი კაცი თვითფრინავს და თქვენ უარი თქვით თუ როგორ იყო ეგ ისტორია, რომელზეც მე ყური მაქვს მოგრული. ხო, ეს იყო ის წლები, როცა ესეთი საჩუქრები ჟღერდა. ეს იყო 95 წელი და ბუნებაში და ჩვენ გვახსოვს რა ცხოვრებაც იყო მაშინ 95 წელს აბსოლუტურად სრული გაურკვევლობა და საერთოდ ასე ვთქვათ თავზე ხელაღებული პერიოდი ხო? დიახ, ზუსტად ეს მინდა მეც ვთქვა და გავიმეორე თქვენი სიტყვები. ერთ-ერთ მატარებელში შევხვდით ესეთ თაყვანისცემას, იმიტომ რომ ნუ მოგეხსენებათ რომ ეს ვაგონ რესტორნები არსებობდა და მოგვიწია შეხვედრა ესეთ ადამიანთან. ნუ ჩვენ მოусმინეთ მის აღფრთოვანებას და ბოლოს თქვა რომ აი რომ მქონდეს შესაძლებლობა მთელ ამ მატარებელს გაჩუქებდით. რასაკვირველია ჩვენაც შეგვეძლო ეს სერიოზულად აღვიქვა და ჩემი მეგობარი ლალი რომელიც ერთად ვიყავით, ჩვენი ანსამბლის ბიჭები იყვნენ, ყველა ერთად ვიყავით, გადავწყვიტეთ რომ ეს იუმორში გაგვეტარებინა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და ლალი მუთხრა რომ თვითონავი უმჯობესი იქნება მატარებელი. არა. უფრო შეზღუდულია მოგწონს. თვითონავი მაინც სხვა სიდიდეა. თალბორ თამარ, აი ვინმე რომ მკითხოს, რა არის შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი პარადოქსი, რომელიცაც ამაყობო, დაუფიქრებლად უპასუხებ, რომ ის რომ მე გავიმარჯვე პროექტში ვინ არის თან იმ სეზონში სადაც მონაწილეობდა თამარ გვერდწითელი. აი საოცარი ამბავია. ჩემთვის და დიდად საამაყო. ოღონდ არც მე ვიცოდი რომ ის შეგადებული შესაძლებლად არ ვიცოდი. მეც არ ვიცოდი და გილოცავ ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ სამართლიანია თქვენი გამარჯვება. და ჟურიმ ყველამ გაგილა. ჩემთვის დიდი პატივია რომ თქვენთან ერთად იმ სცენაზე ერთად ვიყავით. როგორ გაიხსენებდით აი პროექტს ვინ არის? საოცარი იყო, იცით, ჯერ გამიჭირდა, ჯერ ვერც თან ხვდებოდი, იმიტომ რომ ჩემთვის ამოუცნობი იყო, რას ნიშნავს არტისტი გამოდის და არ აქვს თავის სახე. არც თავის ხმა, თავის არაფერი არ აქვს. და უნდა ამოგიცნონ, ხმას ვერ ცნობენ, სახე დაფარულია და ჯერ ვერ გავიგე, რაში არის ეს, როგორც იტყვიან, გამოწვევა. მე ამიხსნეს და მე ეს გამოწვევა მივიღე როგორც ისეთი არტისტული გამოცდილების ერთ-ერთი ნაწილი. ხმაც იმდენად არ დავამსგავს ჩემ ხმას, რომ ანრი ჯოხაძემაც ვერ მის. საოცრად შენიღბეთ კი? შევინიღბეთ თავიდან ბოლომდე, მოკლედ. და ძალიან საინტერესო იყო. მე ორ ტურში მივიღე მონაწილეობა. მე პუბლიკა ითხოვდა მოიხსენი და თქვენც მოგეხსენებათ რომ ოღ ძალიან გული დამტაკასო როგორ შეიძლება იქ დიდხანს არ გაჟღერებულიყო თქვენი ხმა. მაგრამ ძალიან მე ჩავთვალე რომ ძალიან კარგი და დიდი და შესანიშნავი გამოცდილებაც მივიღე და ეს იყო რაღაც ძალიან ისეთი თანმსახიობური და თანაც ვოკალური ესეთი კარგი კონკურსის სახე მიიღო ამ პროექტმა და კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას. მადლობა დიდი, მადლობა. ძალიან ლამაზი იყო თქვენი ყველა გამოსვლა. თქვენი გამოსვლა ყველა კონკურსზე, ყველა ასპარეზზე, აი ამ ჩვენებს ხოლმე, როგორც ასე გვირგვინს ადგამთ ხოლმე და ეს ეხება არა მხოლოდ პროექტს ვინ არის, არამედ იმ პროექტს, სადაც ასევე
მოგვეცა საშუალება ამ შემთხვევაში მე როგორც ივერიელს და ანსამბლ ივერიელს რომ თქვენთან ერთად გამოვიდეთ იმ პროექტში, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს არა მხოლოდ ტელეიმედის მაყურებელს, არამედ ძალიან ბევრს როგორც ჩვენში ისე უცხოეთში, ვისაც აქვს საშუალება ინტერნეტის მეშვეობით ნახოს, ეს არის პროექტი მიმღერე და რომელიც ახლა მიმდინარეობს და თქვენ ასე იტყოდით პროექტზე მიმღერე. ძალიან პოეტური, ძალიან ფაქიზი, შესანიშნავი პროექტია, ოჯახები გამოდიან, ისეთი საოცარი მუსიკა ჟღერს, ქართული მუსიკა ჟღერს, ყველა არის ძალიან თბილი, ყველა ძალიან ცდილობს და ამავე დროს არის ძალიან ტაქტიანი ხალხის შეხვედრა და პროფესიონალების და მოყვარულების და მე მინდა თქვა, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, ეროვნული პროექტის სახე მიეცა. ჩვენ ახლა რომ ვუყურებთ ჩვენს ასე ვთქვათ პროექტს, ძალიან მიჩუყებს გულს ეს მთელი ამბავი, მართლა ამბავია, იმიტომ რომ თითო ოჯახის გამოსვლა, ესეთი ფაქიზი მოპყრობა მუსიკისადმი, ერთმანეთისადმი, ისეთი დიდი სიყვარული და სითბო ვიგძენი, დავმეგობრდით სულ ყველა, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს მართლა ეროვნულ შეეხო და გახდა ეროვნული მასშტაბის. ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა, ჩვენ ერთად ვიყავით და ჩვენთან ერთად ბატონი ჯემალიც იყო, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ურთიერთობით. უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ და რა თქმა უნდა, ჩვენი შოუდან სიმღერის გარეშე ვერ გაგიშვებთ და რაც შეგვისრულებთ დღეს ჩვენ შოუში. დღეს შევასრულებ ჩემს დაწერილ სიმღერას, რომელსაც ქვია ლირიული. მადლობა მოწვევისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გულს შემატკივრობს. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. ისევ ადაგეთე შენი შერდილით ანადამადებს მოდა სულ მინდა შენი თვითოდედა მოახსენდება ძველების თქმული სიღავარულას ამალვა უნდა ვითაც ხელსან აპარავსაო ეხლა მოდი მანუგეშე არა ვიცოცხლება თორემა თავასაო სიღავარულას ამალვა უნდა ვითაც ხელსან აპარავსაო ეხლა მოდი მანუგეშე არა ვიცოცხლება თორემა თავასაო უსნაური რამ ყოფილა და კარგავდა მერე ხვდები რა ყოფილა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ვარარია ვადა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ვარარია ვადა შენი შერდილი თანადამადებს მოდა მოახსენდება ძველების თქმული სიღავარულას ამალვა უნდა ვითაც ხელსან აპარავსაო ეხლა მოდი მანუგეშე არა ვიცოცხლება თორემა თავასაო სიღავარულას ამალვა უნდა
ითაცხენასან აპარავასავო ეხლა მოდი მანუგეშე არავით ცოცხლება თორება თავასაო უცნაური რამ ყოფილა და კარგავა და მერე ხოდები რა ყოფილა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ბარანინა ვადა ამირია დღენია და შემხარე სენია და ოდელია ბარანინა ვადა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ბარანინა ვადა ამირია დღენია და შემხარე სენია და ოდელია ბარანინა ვადა უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენ სასიკადულო მომღერალს ქალბატონ თამარ გვერდწითელს.